მოგესალმებით, ეთერში აღამის მთავარი მე ეკა კვესიტაძე ვარ. ყოველგვარი შესავლების გარეშე წარმოგიდგათ ნიკა მელიას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ძალიან მნიშვნელოვანზე თუ რა სტრატეგია აქვს ყველაზე დიდი პარტიის ლიდერს. როგორ იმიტომ რომ საუბარი იყო გასულ კვირას რომ სტრატეგიას ის მოიფიქრებდა თავის თანამებრძოლებთან ერთად, ასევე სხვა პარტიებიდან და მით უმეტეს დღეს ძალიან საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ ყობახიძის განცხადება და ამ განცხადების თელი სულისკვეთება არის იმაზე, რომ ის მმართველი პარტია არაპირებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, რომლის ვალდებულება მან აიღო შარლ მიშელის დოკუმენტით. გარდა ამისა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და მე ვფიქრობ და ნიკასაც მინდა ამის შესახებ აზრი ვკითხო, რომ ყველა ის საქმე, რომელზეც სამართლდება პრეზიდენტი სააკაშვილი, უნდა იყოს განხილული მედიის საშუალებით ძალიან დეტალურად და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი, რა არის ნახევარსიმართლე, რა არის ნახევრად ტყუილი და ამის მცდელობა გვექნება დღეს ჩვენ. მე არ ვიცი ეს სწორი ფორმატია თოქ-შოუებში ამის გარჩევა თუ აუცილებელია ცალკე გადაცემების ციკლი მომზადეს ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მითები უნდა დაინგრეს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გადავავლოთ თვალი ამ საქმეებზე, ცავად უნდა დავრწმუნდეთ რა არის კიდევ ერთხელ ვამბობ, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი, ან ნახევარსიმართლე და ნახევარტყუილი. ამიტომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ჟურნალისტ ეკა წამალაშვილთან ერთად, ასევე ბექა ბასილაი ადვოკატი იქნება ჩვენი სტუმარი და თემურ ჯანაშია და მთავარი აქცენტები ამ გადაცემაში გაკეთდება პიჯაკების საქმეზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ საქმეზე, რომელსაც ედავებიან სააკაშვილს და გიგი უგულავა გუშინ დააკავეს, ის დღემდე არ გაუთავისუფლებია, ცად არის უგულავა, მას რას ედავებიან, რა კადრები გვაქვს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩაგვერთვება გიორგი გაბაშვილი. თუმცა მანამდე, როგორც თქვით, ნიკა მელიასთან დავიწყებთ საუბარს და სანამ შევაფასებდეთ იმ განცხადებას, რა განცხადებაც დღეს გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე ყობახიძემ, მოდით ჯერ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ განცხადების სულისკვეთება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე და ქმედებებზე. ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. და ეს საჩუქარი მათ გაუკეთდება თუ არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენ კეთილნებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ერთ რამეში, რომ არსებობს ოპოზიციურ სპექტრში სურვილი, რომ არსებული პოლარიზებული გარემო შეიცვალოს. თუ ამ სურვილს ისინი აჩვენებენ, მაშინ შეიძლება მიიღოთ ერთი გადაწყვეტილება. თუ ვერ აჩვენებენ, შეიძლება მიიღოთ სხვა გადაწყვეტილება. რატომ? იმიტომ რომ თავისთავად დაბალი ბარიერი არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ. ეს არის მთავარი მინუსი, რაც აქვს დაბალ ბარიერს. როცა არ უნდა მივიღოთ, ხვალ იქნება ეს ზეგ თუ საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, როცა უნდა მივიღოთ. ანუ რიგარეშეს არ გავრცელება არც თეორიულად, არც პრაქტიკულად. რიგარეში არ იქნება რიგარეში არჩევნები. ხო, ესე იგი, შინაარსი მოდი გავაცალკევოთ ტონალობისგან, რომელიც ჩემი აზრით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ განცხადებაში. შინაარსი იყო ის, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, გააჩნია როგორ მოიქცევით, თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება მივიღოთ, აი პატარა პარტიები თუ კარგად მოიქცევიან, იმიტომ რომ პრინციპში ნაციონალურ მოძრაობას არ ესაჭიროება დაბალი ბარიერი, ეს არის იმისათვის, რომ პოლარიზაცია რაღაცნაირად შემცირდეს და პატარა პარტიებს ჰქონდეთ პარლამენტში მოხვედრის შანსი და ამიტომ ჩაიდო ეს მიშელის დოკუმენტში და მეორე და დაახლოებით ეს იმას გავს, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ სააკაშვილი ცუდად მოიქცევა, მას კიდე დავუმატებთ რამდენიმე წელს და საერთოდ თუ ის რომ პოლიტიკაში არ ყოფილიყო, დაკავებულიც არ იქნებოდა. ანუ და აი ესეთი შანტაჟის ენა და ტონალობა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაარსი. თუ იდენტური მნიშვნელობა არ აქვს მათ, იმიტომ რომ ტონალობაში ეს იყო, რომ
მოდი ჟარგონი ვიხმაროთ, იმიტომ რომ ლიტერატურულად რაღაცა ბლატაობდა დღეს კობახიძე, აი ყველაფერი შეგვიძლია, ეხლა თუ კარგად მოიქცევი, აი რაღაცა შეიძლება რაღაცა გადმოგეგდო. თუ არ მოიქცევ, მოკეთ, ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ვართ აქ ყველაფერი, როგორც გინდათ, აი ისევ დავქ. კიდე ერთხელ აი ეს დაცინვის, ზემოდან ყურების, აბუჩად აგდების ტენდენცია, რასაკვირველია, გრძელდება ქართულ ოცნებაში. ეხლა აი თქვენ როგორ უპასუხებთ, როგორც ოპოზიციის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პლუს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები როგორ უპასუხებთ ამ ტონალობას და ამ შინაარსაც? დიახ, დიდი მადლობა. პირველ რიგში, ეხლა ბატონი კობახიძე რახან ახსენეთ და მას ვციტირებთ, ვინაიდან ის წარმოადგენს ეხლა ქართულ ოცნებას ნომინალურად პარტიის თავმჯდომარე, ეხლა მისი განცხადებები ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ ქმედება სრულად საპირისპირო, თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით, ხო, ადამიანი, როდესაც იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მსგავსი განცხადება და ასეთი აპლომბითაც მე მგონი შემოგვითვალა ბაქოდან, რომ არ გადავდგებითო, მაგრამ გააკეთა. მაინც ის რაც ხალხმა გადაწყვიტა. მე არ ვიტყოდი არანაირად, რომ ბატონი კობახიძე დღეს არის იმ მდგომარეობაში და იმ პოზიციაში თლიანად რეჟიმი ქართული ოცნებისა, რომ რაიმე საფუძველი ჰქონდეთ ხნეობისა და აი ესეთი აპლომბით საუბრისა, მათ უბრალოდ არ აქვს, უბრალოდ სხვა რესურსი გარდა დაცინვისა ხალხისა, მათ არ დარჩათ, როგორც სხვა რესურსი გარდა პოლიციურ ძალებზე დაყრდნობისა, მათ არ აქვს. თუ რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ, როდესაც ჟურნალისტები მიდიან. სიმართლეს ისინი ჟურნალისტებს არ ეთქვენ, ვინაიდან ჟურნალისტები არიან გამტარები და საზოგადოებას არ დაანახებენ საკუთარ თავებს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ბერწუნედ შინაგანად არიან. ეხლა დღეს რაც მან თქვა, რეალურად არის შემდეგი რამ, რომ 2024 წელს ვადამდელი პროპორციული არჩევნები არის 5%-იანი ბარიერით და არის ნამდვილად, მაგრამ ადრესატი დღევანდელი მისი ბრიფინგისა თუ განცხადების იყვნენ მომცრო ეგრეთ წოდებული პატარა პარტიები, რომელსაც უთხრა, კარგად მოიქცევიან. რას ნიშნავს კარგად მოიქცევა? თუ კარგად მოიქცევით, ჩემის აზრით ნიშნავს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდი გახდება და ეს გარდაუვალი და ამაზეც ვისაუბრებთ, თუ არ დისტანცირდებით ამ ყველაფრისგან, ანუ თუ არ დისტანცირდებით იქიდან, სადაც ძლავრად არიან თქვენი კოლეგები, ნაციონალური მოძრაობიდან, წარმომადგენლები, ნაციონალური მოძრაობის ამორჩეული, იქიდან თუ არ დისტანცირდებით, მაშინ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები სულად პროპორციული 5%-იანი ბარიერით, რაც პატარა პარტიები შესაძლოა არ აწყობდეთ და აი თუ კარგად მოიქცევით, ვიფიქრებთ, საჩუქარი გაგიკეთოთ თუ არა, მაგრამ სიმართლე აქაც არ არის. სიმართლე სად არის? ეხლა მოდი მე მინდა კიდე ერთხელ ავხსნათ, იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობ, რომ აი მაყურებელი გვიყურებს, მათ შორის რომელიც მაინდა-მაინც კარგად არ არის გარკვეული ამ საარჩევნო და არც პროცედურებში და არც კონსტიტუციის ცვლილებებში. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი დაიწიოს 5%-იანი ბარიერი შეუძლია გადალახოს პარტიას, ნაციონალური მოძრაობის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ეს პრობლემა არის, კიდე ერთხელ ავხსნათ, არის პატარა პარტიებისთვის რომლებიც ვერ მოხვდებიან მარტივად რო ექნება, ხო? შარშა რო ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 5%-იანი, პარლამენტში იქნებოდნენ მხოლოდ ორი პარტია, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ხო, მოკლედ, კარგად ამიტომ რომ გაიგოს, მე მიყვარს და ეს ყველაფერი არის 2024 წლისთვის გაწერილი, ხო? კი. ამიტომ, მაგრამ აქ არ არის, სიმართლე არის სხვა რამეში. მან თქვა. ეხლა მოდი, გავყვეთ. მაინტერესებს და ყველას აინტერესებს. ვინ არიან ეს პატარა პარტიები, რომელიც ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობრები, ბატონი საპარლამენტო პარტიები, მოდი, ესე ვთქვათ, არის თუ ეხლა პრინციპში ლელო ამ პარტიებს შორის, პატარა პარტიებს შორის, ხო, რომელთანაც თქვენ ფიქრობთ თანამშრომლობას და უკვე ითანამშრომლეთ ვადამდელ უკაცრავად არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში, არის თუ არა მთავარი სამიზნე, იმიტომ რომ პატარა პარტიებში მაინც ის არის ყველაზე მსხვილი და ის გამოირჩევა თქვენთან თანამშრომლობით და კოალიციად შეგიკრათ, ხო? მათ შორის როგორც ჩანს, ხო, მაგრამ არის თუ არა მაინც ლელოსთვის, იმიტომ რომ ეხლა სხვა პარტიებზე ელისაშვილთან ისედაც არ იქნებით,
მათ შორის გირჩი, ძველი გირჩი თუ ახალი, ესე რა ქვია, ხო, იაგო ხვიჩიას გირჩთან არ იქნებით. არ ვიქნებით ას გულისხმობთ. ხა შეკრავთ კოალიციას? კოალიციას, წინა საარჩევნო კოალიცია, როდესაც სრულად პროპორციული არჩევნები ტარდება, არა თუ არ არის სასურველი, არც უნდა შეკრა კოალიცია წინა საარჩევნო, როდესაც სრულად პროპორციული არჩევნები ტარდება, ხო? და მით უმეტეს ბლოკების დაფუძნების შესაძლებლობა არც არის. სრულად პროპორციული არჩევნების მთელი ეშხი და პეცი მდგომარეობის შემდეგში რამდენ ხმასაც იღებ, იმდენ მანდატში ითარგმნება ეს ხო გასაგებია, მაგრამ როდესაც ბარიერი იქნება მსხვილი, მერე სხვა გამოსავალი არ ექნებათ პარტიებს გარდა იმისა, რომ თქვენთან შემოვიდნენ კოალიციაში და ბლოკში შემოვიდნენ. არჩევნების შემდეგ გადალახვის ან არჩევნებამდე რაღაცნაირად სხვა თანამშრომლები აუხსნე ეკა თუ შეიძლება დიახაც თავარი რაც თქვა ახლა კობახიძემ არის შემდეგი რომ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილება რომ მივიღეთო და ეს იყოს გინდა შეგახსენოთ სექტემბრის თვე მაშინ როდესაც უკვე ეგრეთ წოდებული მიშელის დოკუმენტი ანუ მიშელის შეთანხმებიდან გასული იყო ქართული ოცნება. ანუ ქართული ოცნება დღეს ამას ვეღარ იტყვის რომ იცით ვინაიდან შალმიშელის შეთანხმებიდან ჩვენ გასულები ვართ, ამიტომ მეორე და მესამე მოსმენაზე კენჭისყრაზე საკითხს არ დავაყენეთ. ივლისის თვეში გავიდნენ ისე როგორც გავიდნენ შეთანხმებიდან, მაგრამ სექტემბრის თვეში კენჭუყარეს და პირველი მოსმენით გაიტანეს. იქ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. კი ბატონო. დაბალი ბარიერი. მან დღეს თქვა მკაფიოდ, რომ ეს ჩანაწერი აქედან უნდა ამოვიდეს. ანუ ეს ჩანაწერი აქ აღარ უნდა დარჩეს. ერთადერთი რაც შეიძლება მე განვიხილო ისეთ პატარა პარტიებისთვის, ეს იგულისხმა მან, არის აი 2024 წელს ჩაუწერო 5%-ის ნაცვლად 2%, მაგრამ სინამდვილეში ესენი ერთ ვერსიას ამუშავებენ, რა თქმა უნდა, სტარია ეს მათი ასეთი მიდგომა, მაგრამ ეს ვერსია ეხარშებათ მათ თავში, რომ თუკი რომელიმე ცალკე აღებულ პატარა პარტიას დაითანხმებენ, ოღონდ 24 წელს მაინც იყოს დაბალი ბარიერი და ჯანდაბას ვადამდელი თუ ჩატარდება არ იყოს, არაფერი არ შეუშლის ქართულ ოცნებას ამ სცენარით თუ გავყვებით, რომ სრულად პროპორციული არჩევნები 2024 წელსაც არ ჩაატარონ. და რას გულისხმობ 2023 წელს მაგალითისთვის ტექნიკურად ამის შესაძლებლობა ეძლევა ეს პატარა პარტიების გასაგონად ვსაუბრობ ამ ყველაფერს და მათი ამორჩევლისთვის 2023 წელს თუკი მოისურვებს დაუშვათ ხო თეორიულად ქართული ოცნება არჩევნების დანიშვნას სრულად პროპორციული წესით კი არ ჩატარდება არამედ ჩატარდება არსებული სისტემით, სადაც 30 მაჟორიტარი დეპუტატი ყავს. სადაც გამარჯვების შანსი მეტი აქვს ქართულ ოცნებას. მოკლედ, მე ძალიან ტექნიკური საკითხია, ამიტომ ტექნიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. სრულად პროპორციული არჩევნები, რომ სისტემა რომ ქონოდა ჩვენ მიუხედავად ზალადობისა, მიუხედავად გაყალბებისა, ყველაფერი მანკიერებისა, რაც მოიფიქრეს, 2020 წელსაც აგებდა ქართული ოცნება არჩევნებს და 2021 წელს იმ შედეგები და გამოდიოდა. მოკლედ, რო შევაჯამოთ ნიკა, ეხლა თქვენ ქართული ოცნება ეხა აშანტაჟებს ყველა პარტიას გარდა ნაციონალურ მოძრაობას ვერ აშანტაჟებ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა 5%-საც გადალახავს და 10-საც, ხო, მისთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ მარტივად რო ვთქვა, რას ეუბნება ის ამ პარტიებს, რა იგულისხმება კარგ მოქცევაში, ანუ საპროტესტო ტალღაში არ მიიღონ მონაწილეობა, ეს ერთი, ხო? კიდე რა შეიძლება, რა სიტყვები? თუ კარგად მოიქცევი თავის თავად დამამცირებელია, ხო? ლელო არის თავის სამწუხაროდ, ლელო თავად გასცემს პასუხს, მე ვიცი მათი პოზიცია ისე როგორც სხვა ბევრი პარტნიორის პოზიცია ეს შანტაჟი ბატონ კობახიძეს და არც იმანიშვილს არავისთან არ გაუვა, არც ერთ რეალურ დემოკრატიულ ოპოზიციასთან არ გაუვა, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. რეალურად რა ხდება? რეალურად ხდება შემდეგე ძალიან მოკლედ რომ ვთქვა. ქვეყანა ურთულეს ვითარებაშია, ურთულესი დღეები აქვს, დიახაც, სახელმწიფოს. გავყვეთ რა საკურველია მადამ და მივათ, მაგრამ მე ხა მაინტერესებს ერთი რამ. საკონსტიტუციო ცვლილებები იყო ერთადერთი ლეგიტიმური მიზეზი, რის გამოც
ოპოზიციამ თქვა, რომ მე ვრჩები პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს შეთანხმება, რომელიც გვაქვს აღებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის პირადი საუბრებიდანაც რომ არის ზეწოლა, იგივე ამერიკის საელჩოდან, ევროკავშირის საელჩოდან, რომ ეს ცვლილებები მიიღოს, პირველი მოსმენით უკვე გატანილი ცვლილებები მიიღოს. აი ხა რას აპირებთ პარლამენტში, ხო? როგორ აპირებთ ამ ცვლილებების გასატანად ბრძოლას? პირველ რიგში არა ოპოზიცია, მაგრამ თუ დამარცხდით ამ ბრძოლაში, აპირებთ თუ არა პარლამენტიდან გამოსვლას? ნაციონალური მოძრაობისთვის ერთადერთი ამოცანა და მიზანი, რატომაც დღემდე ვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ, არის ის საკონსტიტუციოებები, რომელზეც ჩვენ ახლა 5 წუთია ვსაუბრობთ. დავსვი ეს კითხვა. ამიტომ ქართულმა ოცნებამ პარლამენტის თავმჯდომარე სააკაშვილმაც ეგ თქვა, რომ ამიტომ უნდა დარჩეთ პარლამენტში მათ შორის. საკრებდი ახაც პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ეს თუ ბატონი კობახის წესით, ახლა პარლამენტის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს, ხო? ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ დეკემბრის ბოლომდე ორივე მოსმენით საკონსტიტუციოების მიღება არის სავსებით თავისუფლად შესაძლებელი და ბატონმა კუჭავამ კალენდარი უნდა შემოგთავაზოს დეკემბრის ბოლომდე, ანუ წლის ბოლომდე, როდის და როგორ აპირებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. დეკემბრის ბოლომდე დარჩენილი არის 1 თვე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას, რომელიც პირველი, ანუ ერთი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. რა არ გაუკეთებია ქართულსა და ასეთი რამ ჯერ არ გაუკეთებია. ეთებია რომ პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს, ახლა პირველი მოსმენით და თავროზე უდო და აღარ მიიღონ, რაც დღეს თქვა ბატონმა კობახიძე და კიდევ გავიმეორებ, მაყურებლების გასაგონად, აქ აღარაფრის შუაში აღარ არის მიშელის შეთანხმება. თუ კი ვინმე იტყვის, რომ იცით რა, ახან ესენი მიშელის შეთანხმებიდან, ევროკავშირის მედიაციის შეთანხმებიდან გავიდნენ, მაშინ რატომ უნდა შეასრულოს, გავიდნენ, ვიმეორებ, ივლისის თვეში და ეს პირველი მოსმენით ცვლილება მიიღეს სექტემბრის თვეში. რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? იმიტომ რომ იცის, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. ზუსტად იცის. ქართულმა ოცნებამ ჩატარდება, ეს ყველაფერი ჩატარდება, დიახაც, მათი ნების წინააღმდეგ იძულებულები გახდებიან. ვინ გახდის საზოგადოება, მათ შორის ჩვენ ყველანი, ვინც აქ ვართ ახლა და ვინც გვიყურებს. და როდესაც ახლა ესენი მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ ცვლილებებს, სადაც ჩაიწერება კონსტიტუციაში, რომ თუკი 2022 წლის აპრილის თვეში ჩატარდება არჩევნები, ის არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული, აპრიორი დამარცხებული, ეს იცის ქართულმა ოცნებამ და ამას არც უარყოფს. ამიტომ ახლა გზას პოულობენ, ეძებენ, რომ დაარბიონ კიდევ ერთხელ და ჩაიდიონ პოლიტიკური თაღლითობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშეც და ქართულ საზოგადოების წინაშეც. თავარი ინტერესი რა არის მათი? გარდა იმისა, რომ ისინი ციან მათთვის. ხო, მაგრამ ის აღებული ვალდებულება რომ ბოლომდე მიიყოლოს თვითმკვლელობა. კიდევ ერთი ნაბიჯია გადადგმული, მოდი ასე ვთქვა, თვითმკვლელობისკენ, რამდენი ნაბიჯი აკლიათ მათ, რომ ეს თვითმკვლელობა. არა, იმიტომ რომ რატო მისი აი ახსნა რა არის, რატო უნდათ მათ ამ ნაბიჯის მიღება, რა არის? გარდა, დაშანტაჟება ერთია პატარა პარტიების, რომ თქვათ, თქვენ ცალკე აღმოჩნდა და რაღაცა გაგრიყო. არა, გეტყვით, იმიტომ რომ ქვეყანაში მათ არ უნდათ არსებობდეს კანონიერი ინსტიტუციური მექანიზმი ხელისუფლების ცვლილებისა. არ უნდათ უბრალოდ ასეთი საშუალებები არსებობდეს. არ უნდათ, რომ აი ეს უკიდურესი პოლარიზაცია და დაპირისპირება არჩევნების გზით ოდესმე შეიცვალოს, რამე თუ მათ იციან და მათი მოკლე ჭკუით ისინი თვლიან, რომ მათი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც ხდებოდა ახლა უკანასკნელ დღეებში გუშინ აქვე სასამართლოს ეზოში, პოლიციური ძალები და იქნებ ამ რესურსის დაიჭირეს და საწაიყვანს და რის გამო დაიჭირეს. ამ რესურსის კაპიტალიზაციით იქნებ ფონდს გავიდეთ. ამიტომ არ უნდა ამ ადამიანს ნიშანწყალიც კი გაჩნდეს საშუალებისა დემოკრატიული არჩევნების გზით მათი ცვლილებისა. მაგრამ აქ არსებობს მეორე მხარე, ხო, მედალს არსებობს. თუ ამ ყველაფერზე შენ არ აკეთებ,
ბუნებრივია საპროტესტო მოძრაობა. თუ ჩავარდა, კი ბატონო, მე არ მიყვარს საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან გღლის გამოსვლა შესვლა პარლამენტში, მაგრამ რადგან თქვით, რომ ეს არის ერთადერთი გამართლება იმისა, რის გამოც რჩებით პარლამენტში, თუ არ გაიტანა ქართულმა ოცნება, დატოვებთ პარლამენტს, განიხილავთ უბრალოდ, მოდი კატეგორიული გადაწყვეტილებებისგან თავი შევიკავოთ, განიხილავთ ამ ვარიანტს, რომ დატოვოთ პარლამენტი, ექნება თუ არა აზრი პარლამენტის დატოვებას, უბრალოდ ჯობია რომ ასე დავსვათ კითხვა. მე როდესაც დაახლოებით 13 თვის წინ გავაკეთე ჩემს მეგობრებთან ერთად შეთანხმებით გავაკეთე განცხადება და ვთქვი რომ მე პირადად ვტოვებ პარლამენტს გარკვეული მოსაზრებების გამო და ეს მოსაზრებები მე იქ დავასახელე მაგრამ პარტია რჩება პარლამენტში იქ იყო ერთადერთი მიზეზი ჩემს მიერ ნახსენები სწორედ აი ეს საკონსტიტუციო ცვლილებები რა თქმა უნდა დეკემბრის ბოლომდე ბატონი კუჭავა კობახიძე ქართული ოცნება თუ აი ამ კალენდარს ნამდვილად რომ პირნათლები ვიყო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთანაც არ წარმოგვიდგენს და არ გვეტყვის როგორ და რანაირად აპირებენ თუმცა დღეს მათ რეალურად გვითხრეს მაგრამ მინდა მოვისმინო პარლამენტის თავმჯდომარისგანაც პასუხი ერთი თვე არის საკმარისი დრო რომ ეს ყველაფერი მოიყვანონ სისტემაში. თუ ამ ყველაფერს არ აკეთებენ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი და ვითარებასთან ადეკვატურობაში მოსული. ისეთი გადაწყვეტილება გათვალისწინებული, ვთქვათ, საელჩოების პოზიცია, ამერიკის და ევროკავშირის საელჩოების პოზიცია ამ შემთხვევაში. რასთან მიმართებაში? რომ დატოვოთ თუ არა პარლამენტი. იცით რა არის? მე ვფიქრობ, საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების პოზიცია მათი გათვალისწინებული ბევრჯერ იყო და არის და იქნება, მაგრამ არის ვითარება, როდესაც ჩვენი პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც რეჟიმი გეუბნება, რომ არჩევნები აქ აღარ ჩატარდება, ნუ ეს ისეთი პლატფორმაა, სადაც განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს და ძალიან მწვავედ გააპროტესტოს, იმიტომ რომ სხვაენით მარტივი ადამიანური ენით რომ ვთქვათ, რეჟიმი გვეუბნება, რომ არასოდეს არ ჩაგიტარებ იმ არჩევნებს, რომელსაც იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. მოკლედ, პარლამენტიდან გამოსვლა თუ დარჩენა, ისევე როგორც საკონსტიტუციო ამ ცვლილებებისთვის ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, ხო? და მე ხა მინდა გადავიდეთ ამ დიდ ბრძოლაზე და სტრატეგიაზე, იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტი არის ციხეში და ის არა მარტო მისი გულშემატკივრების მიერ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და მათ შორის Amnesty International-ის მიერ არის აღიარებული როგორც პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. კიდევ ერთხელ Amnesty International-მა თქვა, რომ ეს არა მხოლოდ ეს არ არის არც შერჩევითი სამართალი არ არის, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, ხო? რასაც ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის წინააღმდეგ. მოკლედ, სააკაშვილი, რომელიც არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი, არის ციხეში, ის ციხიდან გამოსაყვანია და პლუს მეორე მიზანი ეს არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა და ამის მიღება როგორც მიზნის. მოდი ვთქვათ ახლა ეს ორი მიზანი ერთმანეთს ავსებს თუ გარკვეულ წინააღმდეგობას შეიძლება თუ არა ეს ერთი ბრძოლა ეს ორი მიზნისთვის ბრძოლა გაერთიანდეს თუ ეს ბრძოლა მიშას გათავისუფლებისთვის ცალკე უნდა იყოს და ვადამდელისთვის ცალკე უნდა იყოს. არა, მოდი გულწრფელად ვილაპარაკოთ, რა წინააღმდეგობა არის ამ ორ მიზანს შორის. პირველი რომ დავხუროთ, პირველი საკითხი და ნათელი რო გახდეს ყველასთვის. მოკლედ, ჩვენი პოზიცია არის, რომ თვის ბოლომდე ამ ცვლილებების მიღება არის სავსებით შესაძლებელი თავისუფლად ნებაჭირდება მეორე და მესამე მოსმენით ხორცი შეესხას იმ საკონსტიტუციო ცვლილებას ამისათვის უახლოეს დღეებში პარლამენტის თავმჯდომარემ კალენდარი უნდა წარმოგვიდგინოს ოპოზიციურ პარტიებს ვინც არის პარლამენტში და გვითხრას რას როგორ აპირებს თუ ამ ყველაფერს არ აკეთებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქნება მიღებული უკვე შესაბამისი გადაწყვეტილებები ჩვენს მიერ, როგორც ნაციონალურ მოძრაობის პარტია ნაციონალურ მოძრაობის მიერ, ცალსახად ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოდით მოგვიანებით დავილაპარაკოთ, როდესაც უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდგებით. ჩვენი ამოცანა არის თუმცა სცენარი არსებობს, რას ვაკეთებ? რა თქმა უნდა არსებობს, რა თქმა უნდა არსებობს. ვიმეორებ, არა, მე მგონი ნათელია, რასაც ვაკვაპირებთ, იმიტომ რომ გამოსვლა არის ერთადერთი. არა მარტო, იმიტომ რომ იქ დარჩენის ერთადერთი მიზანი და ამოცანა იყო. და ვთქვი რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მაშინ კი ბატონო, კარგი, გასაგებია და რაც შეეხება ბრძოლა
ორი მიზნით. ეს ორი მიზანი ერთმანეთს აერთიანებს თუ ერთმანეთთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის. როგორ მოდის წინააღმდეგობაში? არა, როგორ მოდის, იმიტომ რომ არ მაშინ ესე დავსვათ საკითხი. მიშას გათავისუფლებისთვის ბრძოლა არის თუ არა ისევე პრიორიტეტული თქვენი პარტნიორი ოპოზიციური პარტიებისთვის, როგორიც არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. არის ერთსულოვნება ოპოზიციური თუნდაც იმ პარტიებს შორის, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ. ეს არის დროა, უფრო მეტად დროა არის, ეს არის ლელო. ნამდვილად არის. და კიდევ ის პატარა ყველა ჩვენი პარტნიორი პარტიის პრიორიტეტი არის. რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იყოს და სასამართლო იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორიც ჩვენი შვილები იმსახურებენ, როგორც ჩვენი შვილები იმსახურებენ. მაგრამ ეხლა ჩვენ პარტნიორ პარტიებს მე და ვერც მიშა და არც მიშა პირველ რიგში თავის განცხადებებში იგი საუბრობს, არ ავალდებულებს, ხო? არავის რომ მისი გათავისუფლების კომიტეტში ფიზიკურად იყოს, ასე ვთქვათ, ორგანიზაციულ საკითხებში ჩართული. და ძალიან მახარებს რომ ეს მოცემულობა არის და ეს არ ნიშნავს რომ ახლა ორგანიზაცია იდეა იყო რომ რაღაცაერთ გაიმიჯნოს ეს ორი თუ ლელო არ არის ორგანიზაციო პირობითად ჩართული საკითხებში მიშას გათავისუფლების ტყვეობიდან და არა პატიმრობიდან ჩემთვის ტყვეობაშია დიახაც მიხეილ სააკაშვილი ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენგან განსხვავებული პოზიცია აქვს არა ღმერთო დაგვიფაროს ჩვენ უბრალოდ წინა შემთხვევაში პარტნიორები ვერ ვიქნებოდით და ეს ორი მნიშვნელოვანი ამოცანა ერთდროულად არის შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ბუნებრივია, პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ამ რეჟიმის დასაყრდენი ბურჯების შესუსტებაში და გამოცვლაში და დამარცხებაში რეჟიმის. ეს ორჯერ ორი 4-ია. მით უფრო დღევანდელი განცხადების შემდეგ და ყურადღება ამ ყველაფერს უნდა მიაქციოს არა უბრალოდ ოპოზიციური პარტიის მკვეთრად ჩამოყალიბებულმა ამორჩევლებმა, ამათ იმ ამორჩევლებმაც, რომლებსაც დღეს პოზიცია არ აქვს, თქვა რომ არჩევნები იყოს, ვის მიცემდნენ ხმას. ადამიანები გესაუბრებიან, რომ არჩევნები არ მინდა ამ ქვეყანაში რომ ჩატარდესო და ამიტომ ის რაც გითხარით, ამასაც აღარ გავაკეთებ. აი იქ უკვე, როდესაც მე დარწმუნებული ვარ, დადგება მომენტი, რომ მთელი ერი და საზოგადოება უნდა აპროტესტებდეს და ჩამოყალიბდეს უბრალოდ ვეგუებით რომ არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში თუ არ ჩატარდეს, ხო ყველა უნდა გამოვიდეს და გამოვა და ამაზე ბევრი თუ გინდათ ვისაუბროთ, მაგრამ ხო მოდი და დაუბრუნდეთ. არ უნდა გავუტაროთ ეს ყობახიძეს დღევანდელი განცხადება, ეს არის ნაციონალურ მოძრაობას არც ძლელოს, არც გირჩის, არც ელენე ხოშტარიასი და არც კიდევ სხვა პარტიების წუხილი. ეს მაინც ხდება ადამიანური არჩევნებისთვის ბრძოლის სტრატეგიაში, ხა რაც მოყევით. მე ვამბობ და ფიქრობ თუ არა თქვენც, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, რომ ეს ორი ბრძოლა გარკვეულწილად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთთან, თუმცა აქ რაღაც თანამშრომლობა ორგანიზაციულად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთთან. თქვენ იქნებით, თქვათ, მიშას გათავისუფლების კომიტეტი დავარქვათ თუ ბიურო და რაც ამდა იქნებით წევრი თუ სად უფრო მეტად იქნებით დაკავებული ამ ბრძოლაში თუ მეორე, იმიტომ რომ თქვენს პირობა დადეთ, რომ ბოლომდე ბრძოლებ მიშას გათავისუფლების. და აქაზა ნეტა მარტო ეს ორი მიმართულება მქონდეს, სადაც უნდა ვიყო. ბევრი სხვა ფრონტია, სადაც ბევრი სხვა ფრონტია, დიახაც, ყველა ის ფრონტი, რომელიც შეიძლება ყურადღებას არ იქცევს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი მიმართულებით სიარულისაც წარმატებას მივაღწიოთ. ბევრი რამ არის საკეთებელი, რაც შე პოლიტიკურ წარმატებას მოგიტანს და ხშირ შემთხვევაში ის არ ჩანს მეგობრებთან ერთად და კოლეგებთან ერთად. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა რამდენი ხანიც დიახაც გაგრძელდება, იმდენი ხანი ამ ქვეყანაში არ მინდა ეხლა ვიღაცა შევაშფოთო, სტაბილურობა, სამოქალაქო მშვიდობა უბრალოდ არ იქნება, ვერ იქნება, როდესაც ყველაზე დიახაც მხარდაჭერილი პოლიტიკური ქართველი ლიდერი არის ტყვეობაში რეჟიმის მიერ სამოქალაქო მშვიდობა უბრალოდ ვერ იქნება სამოქალაქო მშვიდობა და არც უნდა იყოს შემგუებლობა საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ დღეს თუ მიხეილ სააკაშვილს ესე ექცევიან, რაც არ უნდა ვინმეს ასე ვთქვათ მოწონდეს ჩვენი პარტია, კერძოდ მიხეილ სააკაშვილი არ მოწონდეს, მან უნდა იცოდეს, რომ ხვალ იგივე მდგომარეობაში შეიძლება ისე ჩავარდეს ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, რომ ვერც ვერავინ გაიგოს. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც
დასაშვები არის შვიდობიანი მწვავე ძალიან პროტესტის ფარგლებში. მესმის ჩვენი მეგობრების პარტიის წევრთა ნაწილის, რომლებსაც სურთ რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე ყოფილიყო გათავისუფლებული. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ გააზრებული თუ რა ვერაგი მტერი ყავს ჩვენ მოწინააღმდეგეთ და ყველაფერთან ერთად, სტრატეგიასთან ერთად, გეგმასთან ერთად, რომლის ბევრი პუნქტი და კომპონენტი არ ამგონია რომ პირდაპირ ეთერში უნდა იყოს განხილული, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი გეგმა და სტრატეგია იყოს ქმედიდი ისეთი პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ფაზაში, რომელშიც ვართ და რომლის წინააღმდეგაც ვიბრძვით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიული დიდი გამარჯვებები, მით უმეტეს მართლაც ისტორიული ფიგურის ტყვეობიდან დახსნის პროცესიც 2 და 3 საპროტესტო და 4 საპროტესტო აქციით არ სრულდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ თითოეული მოქალაქე საპროტესტო აქციაში მართლაც პერმანენტულად მონაწილეობა არის ყველაზე დიდი საწინდარი მალე წარმატების მიღწევისა. მუშაობთ თქვენ სამართლით. ანუ თავარია ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს მოლოდინები რეალისტური შექმნილი და ამიტომ როდესაც მოლოდინები რეალისტურია, კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ მოლოდინების მართვა მაშინ არის გაცილებით მარტივი. თუმცა ზუსტროს აქ ვერავინ ვერ ასახელებს, იმიტომ რომ ვერც დაასახელებ, იმიტომ რომ შეიძლება მაგრამ ის ბრძოლა არ შენელდებოდა პირიქით შეიძლება ტალღებად იყოს. თავარია მზარდი იმიტომ რომ ძალიან ხშირია ეს ფრუსტრაცია, რომ აი რაღაცა ეხლა არ გამოგვივიდა. ეს ფრუსტრაცია ცუდია, თუმცა ამ ფრუსტრაციას ჭირდება ლიდერების მუშაობა თავის ამომრჩეველთან და მხარდამჭერებთან. იმისათვის და ჭირდებათ ასევე მკაფიო გეგმა, რომ აი ეს რაღაცა გეგმა არსებობს, არის ესეთი რეჟიმი. მარტო სატელევიზიო მუშაობა არ არის, აი მარტივად მაგალითს მოგიყვათ, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის სულელობისა, სადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ პროვოკაციას გვიგებდნენ და იცით რაც ხდებოდა და ტელეკომპანია იმედს ჰქონდა ჩვენი საპროტესტო აქცია საათი 15 წუთი ეთერში. პირველად მოხდა რომ ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია საათი და 15 წუთი. ხო, და დილით განცხადება მათი რომ მოკლედ დაგიჭერთ, დაგაპატიმრეთ. არ დაგიმალავ და ორადორმა ადამიანმა ვიცოდით კონკრეტული გეგმა, რას ვაპირებდით იმ დღეს. მე და კიდევ ერთხელ ჩვენმა მეგობარმა. რატომ? იმიტომ რომ გონია რომ არის დღეები, არის საპროტესტო აქციები, სადაც არ შეიძლება მონახაზი აუცილებლად დაიცოდეს რამდენად ეს არის რამდენ ხანზეა კიდევ ერთხელ შეუძლებელია იმიტომ რომ ხვალ შეიძლება რაღაცა მოხდეს რომელმაც გამოიწვიოს სიტუაციის აალება ხო აქ არავინ არ იცის ეხლა ასე ვერ დაგეგმავ პოლიტიკურ პროცესებს შეუძლებელია ეს და ბევრი რამეა დამოკიდებული რეაქციაზე ხელისუფლების მხრიდან მაგრამ არის თუ არა აუცილებელი რომ რაღაცა მონახაზი ბრძოლის იცოდეს მხარდამჭერმა, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ, რომ ეს ბრძოლა არ შენელდეს. და მუშაობთ თუ არა, თქვათ, ეხლა მე არ ვამბობ, რომ მაინდა სატელევიზიო გამოსვლა, შეხვედრებით, რეგიონებში შეხვედრებით, თქვენ სათაო ოფისში არ თქმა უნდა, არათუ მუშაობთ, ეს ვეგულისხმეთ, და ის ორი ფრონტი იყოს, მარტო რომელიც თქვენ ახსენეთ, რაშიც უნდა ვიყო ჩართული. პიკი საპროტესტო აქციების დადგება და ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად იმისათვის რომ რეჟიმმა არაძალადობრივი შენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვეღარ გაგიძლოს ამას არ უმალავ ამ პიკისთვის დიახაც ჩვენ უნდა ვემზადოთ ამისათვის მნიშვნელოვანი არის ბევრი მუშაობა და შრომა და ნაკლები წუწუნი მე იმასაც მეუბნებოდი პირდაპირ გეუბნებით რომ გატეხეთ ციხე და გამოიყვანეო ხო არ დაგიმალავთ აი Facebook-ზე დაუწერეთ გატეხეთ ციხე და გამოიყვანეო ჩვენ მეგობრებთან არა არია ხარდაჭერი არის ხარდაჭერთან ნაწილი რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული მათგანი მაგრამ არიან მათ შორის ადამიანები რომელთა სურვილისა და ასე ვთქვათ ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნებში მე არასოდეს არ გავყვები იმიტომ რომ ეს იქნება პირველ რიგში დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის დასასრული მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში დიდი ხნით დარჩენის საფუძველი და რეჟიმის გაძლიერება. მე არ მერიდება, მე ზუსტად ვიცი რომ ჩვენ სტრატეგიით და გეგმით მუშაობთ და მოძრაობთ. ამ გზაზე მე მირჩევნია რომ 100 ადამიანი გავინაწყენო, 200 ადამიანი გავაბოროტო ჩემს მიმართ თუნდაც ხარდაჭერი. მაგრამ ზუსტად ვიცოდე რომ საბოლოო ჯამში თუნდაც ეს 100 და 200 ადამიანი
ჩვენ გეგმას წარმატებით შეაფასებს. და ეს ყველაფერი თუ მართლაც დაუნახავები ჩვენ არა ვართ ხო ადამიანები მე მგონი უნდა დაგვენახა რომ მადლობა ღმერთს მოვახერხეთ და დღეს ამ ეთერში თუნდაც მე ვარ ან კიდე ბევრი სხვა მეგობარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოვლენ. აი, გიგი არ არის. ხო, გიგი არ არის, კი, გიგი არ არის და ელემენტარულ პროვოკაციას იმ დღეს წამოვეგეთ ჩვენ, ელემენტარულ პროვოკაციას სამწუხაროდ გიგი არ არის, გიგი მოგვიანებით მივიდა და უკვე შეუძლებელი იყო ჩახშობა, ხო, იმ პროვოკაციის. მოგვიწყეს პროვოკაცია სასამართლო ეზოში, სადაც პოლიციის ფორმებში გადაცმული სპეცსაზელები გამოვარდნენ და ადამიანი რომელიც უბრალოდ ჯიხურზე იდგა და ბერერა ჯიხურზე იდგა და უკრაინის დროშას და საქართველოს დროშას აფრიალებდა ბესო თამლიანი რომ მოეწოდებიათ და რო ეთქვათ რომ ჩამოსულიყო რა არ ჩამოვიდო და ეხლა ძალიან აგრესიულად გადაცმული პოლიციელები იმიტომ ერთი სული აქვს ამ ადამიანებს დაგვინიშნო პირდაპირ გეუბნები და გვითხრან არ დაგიღალო აი ამ ადამიანებს აქვს ერთი სურვილი ხახნო რომ გვითხრან რომ 4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გაიმართება ორთაბრძოლა ქართულ ოცნებასა და დანარჩენ ოპოზიციას შორის. და ქართული ოცნება როცა ვამბობ აქ არის მათი სპეცნაზი რობოკოპები და უნდათ თქვან ვინც მოიგებს მოდით ვიჩხუბოთ. ვინც მოიგებს ის იყოს გამარჯვებული. სხვა რესურსზე მეტი არაფერი არ აქვს. ამიტომ ჩვენი დიახაც მზარდი მნიშვნელოვანია ყველაზე მნიშვნელოვანი ეს პროტესტი იყოს მზარდი. ზოგჯერ შეიძლება ტალღებად იყოს, მაგრამ მზარდი იყოს. მაგრამ ამ ყველაფრის ამოცანა რა არის, რომ პიგზე გავიდეთ და როგორ მოდის გავიდეთ საპროტესტო მოძრაობის პიგზე, რა თქმა უნდა ეს სტრატეგიის ფაქტებში ჩვენ გვაქვს. გვაქვს გათვალისწინებული, როდის უნდა გავიდეს საპროტესტო მოძრაობა პიგზე, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს დიახაც პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს ტყეებით ვაჭრობა დასრულდეს ადამიანებით ასე ვთქვათ ადამიანების დამცირება და ქვეყანაში ჩატარდეს ცვლილებების შემდეგ არჩევნები ამას მუხანათური შრომა ჭირდება მე არავის არ ვამადლე და მზად ვარ ამ ბრძოლისთვის პარტიასთან მუხანათურში რა იგულისხმოთ დახვეწელი ცოტა ეშმაკური თუ არა ნუ არა თუ არა დიდი შრომა გასაწევი ხა ვიცით მართლა ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი კობახიძე ხომ არ არის ხახნო მართლა ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი კუჭავა და დინარაძე და ის ხო არიან უბრალოდ აჟიტირებული დაახლოებით 500-მდე 600-მდე პოლიციელი რომელსაც კვებავს ბიზინა ივანიშვილი და კვებავს მაღალი საშუალო თანამდებობის პოლიციელები სპეცსაზელები რომლებიც 24 საათი იყურებიან კუნთებზე და იარაღზე ერთი სული აქვს რომ გაისროლონ და ისე გაისროლონ რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალი დაგდონ შენ ხო არ გქონდა მორალური უპირატესობა წაგათო რაც ყველაზე მაგარია რაც დღეს არის საქართველოში ოპოზიციას რაც აქვს საზოგადოებას რაც აქვს რაშიც უდიდესი წვლილი მიხეილ სააკაშვილმა შეიტანა ეს არის მორალური უპირატესობა ამ მორალური უპირატესობის წართვევა არაერთხელ უნდა იმიტომ ეს არის ვერ გაჩერდები ვერ დასახლდნენ როდესაც არ აქვს როგორ უნდა გაჩერდე ხელისუფლებაში და დიახაც არც თარიღს ვკიდებთ არც კონკრეტულ თარიღს ვასახელებთ მაგრამ იმას ვამბობთ პირველივე დღიდან რომ სანამ ამ ქვეყანაში არ ჩატარდება ვადამდელი ახალი არჩევნები ეს პროტესტი არ გაგრძელდება და პიკი საპროტესტო მოძრაობის ერთ დღეს კი რო იქნება კი ბატონო მაშინ ეხლა გავერკვიოთ იმაში ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ ეს არის სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა თუ ეს არის ანუ ვადამდელი არჩევნები ანუ ეს ერთმანეთს ავსებს პერიოდულად კვეთს ერთმანეთს ეს ორი პროტესტი მაგრამ ცალ-ცალკე ასე ვთქვათ აქ არის კოალიციური რაღაცა პარტიების ხელმძღვანელები ეს რეჟიმი თუ ამ რეჟიმის იმიტომ რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მარტივად გავცემ პასუხს ამ რეჟიმის არსებობა რაც უფრო ხანგრძლივი იქნება მიხეილ სააკაშვილის დახსნა კი არა საპყრობილიდან და ტყვეობიდან მეტი და მეტი პოლიტიკოსი აქ ადგილზე ვინც ვართ ჯერ თავისუფალი და არა მხოლოდ იქნება იქ და არა მხოლოდ პოლიტიკოსი მედია ფლობელები, მენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ამბად გახდათ და ვხედავთ, ხო? წინა საარჩევნო კამპანიაში იარაღისა და იმითი, რა ქვია, ხელმძღვანელობის ჩადებებით დაპატიმრებები, შეტევა სახალხო დამცველზე, შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე, სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩათვალეთ დიდ მასშტაბში ასლან აბაშიძე გვყავს დღეს და ასლან აბაშიძეს
თანამედროვე ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც ზურს უმაგრებს დიახაც რუსეთის ფედერაციის გიძით გამოთქმელი ძალები, ჭირდება დამარცხება ჭირდება სიმრავლით და სიმტკიცით და არ დაგიმოვოთ ქუჩით. კი ბატონო, ქუჩით პარალელურად აქტიური მუშაობით საერთაშორისო მეგობრებთან, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეკა, როდესაც გეგმამდე პროვოკაციებს ჩვენ წინააღმდეგ დაახლოებით 2-3 კვირის წინ დიახაც დადიოდნენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ეუბნებოდნენ რომ ოპოზიცია სისხლის ღრას აპირებს. ოპოზიცია აპირებს მიხეილ სააკაშვილის გატაცებას, იმიტომ არ გადაყვა ჩვენ საავტობუსში. იმიტომ არ მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი საერთაშორისო მეგობრები ჩვენი დაარწმუნდნენ ამ ყველაფერში. რომ ეს ასე აღარ არის. არ არის ეს ასე. და ნდობა გაიზარდა მნიშვნელოვნად. ანუ საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა პლუს მზადება ძლავრი მზარდი საპროტესტო აქციების და თუ ჩვენ მივაღწიეთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად რომ აი საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსვენებით მივაღებთ ხომ კარგი ხოლოდ გამიხარდება იმიტომ რომ ამ ქვეყანასაც წაადგება ამ ქვეყანას ჭირდება ამის მოლოდინში არის უკლები მთელი ოპოზიციური სპექტრი მთელი საზოგადოება თუ ეს არ მოხდა კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყოველმა საქართველოს მოქალაქემ. რას ვაკეთებთ? და თუ რას ვაკეთებთ, აი მაშინ იმ მომენტში და იმ დღეებში კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯების თქვა პირდაპირ ეთერშიც იქნება შესაძლებელი, მაგრამ ძირითადი მონახაზი მე თქვენ გითხარით. ხო, ეს მონახაზი არის შეთანხმებული სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან. იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ეხლა გავივლითო კონსულტაციასო წინა კვირას და მე მომდევნო კვირას. ჩვენი პოზიცია მე რა თქმა უნდა დადგებით ერთად არ არის დასადგმელი დღევანდელი მით უმეტეს ბატონი კობახიძეს განცხადების შემდეგ ეხლა ერთად დადგომის ასე ვთქვათ აუცილებლობა არ არის, აგერ თქვით არჩეულებრივ გადაცემაში თქვენთან ის რაც არის ჩვენი პოზიცია დეკემბრის ბოლომდე ამ ცვლილებების მიღების შესაძლებლობა არის და კალენდარი უნდა მოახდინოს დღეებში. არის ეს ბევრი რამ შეთანხმებული და კონკრეტულად აი ეს ნაბიჯი რომელიც ჩვენ გადავდგით და დეკემბრის ბოლომდე ამ ადამიანებს ვეუბნებით რომ მიიღონ ის რაც მისაღებია კონსულტაციები გავლილი ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან ჩემს მიერ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ხვალიდან ალბათ დღეს აღამოსაც სხვა ეთერებში უკვე საუბრობენ იმას რასაც მე ახლა ვსაუბრობ საპროტესტო აქციები არ შეწყდება და იცით რომ ეხა უნდა შევიკრიბოთ ძვირფასო მეგობრებო 2 დეკემბერს სასამართლო ეზოში მიუხედავად იმისა რომ იქ მათ იძალადეს ჩვენ კიდევ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მათ პროვოკაციებს არ ავყვეთ და ეს საპროტესტო მოძრაობები არ იქნება ხახო მინავლებული ნუ გავთ იმისი განცდა რომ შესაძლებელია მინავდეს არ მინავდება მაშინ უნდა გამოვიდეთ და თქვათ რომ მიხეილ სააკაშვილსაც ვტოვებთ ეთყეობაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ვეგუებით უბრალოდ ტაქტიკური და სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე აი ხშირად მეუბნებიან ხოლმე არ დაგიმოვიდეთ თქვათ დავასრულე ვიცით რა არ აი გამოიყვმელი მზად ვარ ზუსტად ვიცი როცა გჯერა რასაკეთებ და იცი რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული დიახაც დარწმუნებული ვარ რომ უნდა აკეთო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ცირე ჯგუფს არ მოწონდეს აი დაგვიძახე და რატო დაგშალე და მაპატიეთ რა შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ არა შტურმისკენ უნდა არ წავიყვანოთ არა არ წაგიყვან შტურმისკენ ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ პირდაპირ გეუბნებით არ ვასრულინებ ჩემი ერთი ასე ვთქვათ განცხადებით და მოწოდებით უამრავ სპეცნაზს ტყვიას რომელიც ბევრ ჩვენ მეგობარს შუბში მოხდება არ ვასრულინებთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა გზა არ არსებობს რეჟიმის დამარცხების და ეს გზა ნაპოვნია და ამ გზას სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი და ჭირდება ურთიერთპატივისცემა და დაუღლელი მუხჩაუღრელი შრომა მართლა შრომა არის რაც გვიწევს ეხა აქციების მსვლელობისა შრომა თორე ადამიანები ორშაბათს დილით 11 საათზე რომ მოვიდნენ უამრავი სხვა საქმე აქვს ხო მაგრამ მოდიან და მართლა სამსახურში დგანან და კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა რეკლამის დრო მოდის რომელიც სავალდებულოა და უნდა დავასრულოთ ამიტომ ძალიან მოკლედ დღეს რომ ერთ-ერთმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რომ კოალიცია შექმნით დროასთან ლელოსთან ერთად საიდან მოიტანეს ეხლა რა კოალიცია რომ
მოკლედ პარტნიორები კოალიცია ისთვის უნდა შევქოთ არჩევნები გვაქვს ანუ საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ან რომ ვიწყებდეთ წინასაარჩევნო კოალიცია მე ვფიქრობ როდესაც არის სრულად პროპორციული არჩევნები საერთოდ არც უნდა გააკეთო თქვი და რომელ კოალიციაზე საუბარი არის დიახაც ჩვენს პარტნიორებზე ალბათ რომთანაც განსაკუთრებული ურთიერთგაგება ჩამომიყალიბდა ეს არის ლელო ეს არის ელენე ხოშტარიას პარტია ეს არის დროა მაგრამ ხა კოალიცია ჩამოყალიბდეს არ ვიცი რომელმა არხმა თქვა მეც მითხრეს უბრალოდ ვიცი რომელმა არხმა თქვა მაგრამ ვერც გავიგე ვერც თავი ვერც ბოლო რა იგული კარგი მოკეთ ესეც გავარკვიეთ ძალიან დიდი მადლობა ხო ძალიან საინტერესო დღე-გველის 2 დეკემბერს როგორ განვითარდება მოვლენები გუშინ ნახეთ როგორც განვითარდა იყო ძალიან აგრესიული პოლიცია იყო ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც სხვა მიტინგების დაშლის დროს არ გვინახავს გამოიყენეს ბესო თავლიანი უამრავი ადამიანი ბესო გიგი უგულავა ხო ეხა გიგი უგულავას დაკავება რას ემსახურება ხო რომ ხვალდაზე შეშინდეს სხვა და არ მოვიდეს პოლიტიკურ ლიდერს თუ ვაპატივნებ აი შენ არ გამოგიდეს მაგრამ უგულავას არ შეშინდება ხო ხოდა უგულავას შეშინდება ვიცი სხვას რო შეეშინდეს ხო მესმის რასაც ამბობთ აბსოლუტურად ძალიან აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართაც ნიღბიანი პოლიციელები გამოჩნდნენ და მოკლედ ფაქტია რომ იმ დღეს ძალიან მობილიზებული იყო სამართალდამცავი უწყებები იმისათვის რომ რაღაცა ზუსტად ეს დაშინების იმპულსი გაეგზავნა მიტინგის მონაწილეებისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის. ამიტომ საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები 2 დეკემბერს. და ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვილაპარაკებთ გიგი უგულავას დაკავებაზე და გიორგი გაბაშვილი ჩაგვერთვება სად არის და როდის გათავისუფლდება და სხვა თემებზეც ვილაპარაკებთ გიგისთან და ვილაპარაკებთ დავიწყებთ საუბარს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ თითეული საქმე რომელსაც ედავებიან პრეზიდენტ სააკაშვილს მედიით გაირჩეს დეტალურად წვრილად და ბოლოს გავარკვიოთ ვისი ჩვენებებია რამდენად ჩვენებები არსებობს თუ არა ამ საქმეებში პირდაპირ მტკიცებულებები არსებობს ირიბი მტკიცებულებები არსებობს თუ საერთოდ არანაირი მტკიცებულებები არსებობს რა არის ტყუილი რა არის მართალი რა არის ნახევრად ტყუილი და ნახევრად მართალი ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ვიდრე თქვა რაღაცა შეფასებები მხოლოდ პოლიტიკური და რაღაც ამის მოთელვას ჩვენ დღეს დავიწყებთ ამ გადაცემაში ბექა ბასილაია თემურ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი და ეკა წამალაშვილი ჟურნალისტი იქნებიან ჩვენთან ერთად